გესალმებით ჩემო ძვირფასო გამომწერო და არხის სტუმარო. თქვენს წინაშე გრუმი ქალი, დაპირებული ვიდეოთი, სადაც მე არ ჩანვარ და რამდენიმე წუთი აიტანე თუ ჩემობა. მოკლედ, ჩემზე მნიშვნელოვანი საქმე გელოდებათ, ჩემო კარგო ადამიანებო და რიტუალი, რომელიც უნდა გააკეთოთ შობის დღეს, ანუ 7 იანვარს. როცა დადგება თქვენი დედამიწის ნახევარსფეროში მაშინ, სადაც არ უნდა იყოთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ და როგორ რაღაცა გავაკეთოთ, იცი, შეგიძლია სტუმრები, როცა მოვლენ თქვენთან, თქვენი შვილები, შვილიშვილები, ქმარი, ცოლი, მეზობელი, ნათესავი, დაქალოჩკები. აი, ასეთი რიტუალია. ავიღებთ 6 ჭიქას. უყურებთ ალბათ, ხო? 6-ია და თითოეულ მათთაგანში მოვათავსებთ რაღაც ისეთ ნივთს, რომელსაც მისი სიმბოლური მნიშვნელობა ექნება. აი, მაგალითად, პირველში გვაქვს გასაღები. გასაღები რას ნიშნავს? ამ წელიწადს გვექნება ახალი ბინა, ახალი სახლი, ახალი მანქანა, ანუ ყველაფერი ის მაგარაკით, რაც გასაღებით იღება. მეორეში არის, ჩემო ძვირფასობა, მარცვლეული. მარცვლეული არის აი ესეთი სუყეთ რო იყოთ, პური არსობისა რო გქონდეთ, არ ვიღაცისთვის ეს შეიძლება ჩვეულებრივ რიტვინაა და არ მოეწონოს, მაგრამ რას იზამ. არის ნომინალი ჩადევით ფულის, რომელიც თქვენ გეძვირფასდება, ამ შემთხვევაში მეტი არ აღმომაჩნდა და ეს არის ამ შემთხვევაში შემოსავლიანი და მატერიალურად კარგი წელიწადი. რაც შეეხება აი ამას, ეს მოგზაურობა, ხშირად მოგეწევთ მოგზაურობა თქვენ ქვეყანაში, ქალაქ გარეთ, ქვეყნის გარეთ, დედამიწის გარეთ არ გესურვებთ ჯერადრია, არ გვინდა ყოველ შემთხვევისათვის პირდებიან მარსზე გასეირებას შემდეგ ჩვენი ნანოტექნოლოგისტები. კამფენტი, შოკოლადი, რაც გინდათ ის ჩადევით, ეს დოლჩევიტა, ანუ ტკბილი ცხოვრებაა, თქვენი გემრიელი ტკბილი ცხოვრება და ბოლოს მოათავსეთ რა? არც მეტი, არც ნაკლები ბეჭედი. ბეჭედი იცით რასაც ნიშნავს? ან თქვენი ბედნიერება, ან თქვენი შვილის, ან შვილიშვილის, ან თქვენი საყვარელი ადამიანის სისხლის ხორცის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გასაგებია? ბევრი კითხვები მოდის ხოლმე და არ მინდა ამ ბევრ კითხვებთან დაკავშირებით რაღაცნაირად ერთ და იგივე რუტინული პასუხები გავცეთ. ანუ 6 ჭიქას ვიღებთ, 7-ი კეთდება ეს. ერთმანეთს გაუკეთეთ, აშტუმრად რო წახვალთ გოგოებო, ერთმანეთს გაუკეთეთ. ამ ვიდეო გადააზიარეთ და უთხარით ადამიანებს. ხათა შორის 2000 არ მინდა ის წელიწად დავასახელო, იყო რაღაც ისეთი, რომელიც ზუსტად აღნიშნული რიტუალის კვალდაკვალ მართა ჩემთვის პირადად. და აი ახლაც გავაკეთებ აუცილებლად. აი მიღიმიან გოგოები, გააკეთეო. ოკეი. ეხლა ასეთ რაღაცას გავაკეთებ. ვისაც არ შეუძლია ამის გაკეთება სახლში და ვერ გააკეთებს, ეხლა მე გავაკეთებ ესეთ რაღაცას. ნომინალებს დავადებ 1 2 3 4 5 და ჩაგაფიქრებიათ, ოკეი? და მე თქვენთან ერთად გავხსნი ამ ყველაფერს. აბა აი ჩემო ძვირფასებო, იცოდეთ ჭიქები არეულია. 1 2 3 4 5 6. აი ამ ყველაფრის მიხედვით ჩაიფიქრებთ. ან მოგეწონებათ ციფრი, ან თქვენი საყვარელი რიცხვია, ან ისია რაღაც გულმაც აგიღოთ, ან ინტუიცია მოგტაცათ და მოკლედ ვიწყებთ. ალეი ჰოპ. ვინც ჩაიფიქრეთ პირველი ჭიქები არეულია. წეღანდაც იყო, ეს აღარ არის ჩემო ტკბილებო. პირველი ვინც ჩაიფიქრეთ, აბა რა მოვა პირველში? ამოვიდა ესეთი ცხოვრება, რომელიც პური ჩვენი არსობისას მოგვიტანს. იქნებით დამსუყებულები ჩემო ძვირფასებო. აბა ორი ნომერი ვინც ჩაიფიქრეთ, ჩემო კარგო ადამიანებო. გაჩერდი. ორი ნომერი ვინც ჩაიფიქრეთ, ამოვიდა ვისია. კაი ხაზიათზე უნდა იყოთ ამას რო გააკეთებ. გასაგებია? ეს არის ქორწინება. თქვენი მინდა ასე იყოს, თქვენი შვილის, მინდა ასე იყოს, თქვენა შვილიშვილის, თქვენი დის, ძმის, ოჯახის წევრის, ან ნათესავის, ახლოს სისხლის ნათესავის. მე გავიკეთებ ბეჭედი, მე მგონი ვთხოვდები. მესამე ვისაც გაქვთ ჩაფიქრებული, ჰალეი ჰოპ. სული მოგზაუროთ, სულ წარმატებაში უნდა იაროთ, სულ უნდა დაათვალიეროთ ჩვენი ქვეყნის კუთხე კუნჭულები, უნდა წახვიდეთ ისეთ დაულაშქრავ ადგილებში, სადაც არ ახართ დამყოფი და თქვენი ოცნების კუნძულიც აღმოგეჩინოთ. ახლა ფიქრობთ მეოთხე ვინ ჩაიფიქრეთ, მეც არ ვიცი რა არის, ჰალეი ჰოპ და იქ არის გასაღები. გააღეთ კარგი კარებიდან გაადით დიდ დარბაზებში და აუცილებლად დაქოქეთ მანქანები. გაგარაკებს და მე დამპატიჟეთ, ეს არის 4 ნომერი, შენაძენი გექნებათ.
ამ წელიწადში 2025 წელს 5 ნომერმა რა გააკეთოს, ვინც ჩაიფიქრეთ. აი ხრაშუნავს, მწვანე ხრაშუნავს, ბევრი დოლარები გქონოდეთ. ნაყოფიერი გექნებათ, მდიდრული მატერიალურად და 6 ვინც ჩაიფიქრეთ, კამფეტი, ბროლია. კამფეტში რა იგულისხმება? ტკბილი ცხოვრება, ბედნიერება, ხალისი, კეთილი ადამიანები, შაქარყინული და მარმალადი ხალხი თქვენ სიგლუ, კაი დროს ტარება და ესეთი გემრიელად დასამახსოვრებელი, ტკბილად დასამახსოვრებელი. ბევრ რაღაცები ჩაუთქვით ამ თბილისში ეს თქვა ზიადამაკიდებელი, ოღონდ იცოდეთ, რომ კეთილად დააპროგრამეთ ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემთან. ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთი თბილი სიტყვებით აგრძელებთ ჩემთან კონტაქტს. პირადი კონსულტაციები გრძელდება კიდევ ერთხელ 2025 წლის სარდოგაშლები კიდევ ძალაშია. ეს კიდევ იქნება ჩემო ძვირფასებო დაახლოებით 10 დღე და აი ამ საოცარ ღამეს დღეს, რომელიც ჯადოსნური ელფერითაა და ჩვეულებრივ მისტიკური და არ ვქვით, თუ გინდა ასტრალური და არ ვქვით, რაღაც განსაკუთრებულობით ხასიათდება, როცა ახალი წელი, ნამდვილი ახალი წელი ჯერ კიდევ წინა გვაქვს, ეს არის 14 ღამე, იქ კიდე რაღაცებს გაგიკეთებთ. ასე რომ გამოიწერეთ ჩემი არხი, ისი არა, გაეცით და მოგეცემათ. გამოიწერეთ ჩემი არხი, დალაიქეთ ჩემი არხი, გაუზიარეთ თქვენ საყვარელ ადამიანებს და ვისაც რა გაქვთ ჩაფიქრებული, დააწერეთ ახლა კომენტარებში 2, 3, 4 და მე კეთილად დაგიმონტაჟებთ აი ზემოდან გამჩენი ძალა და დიდი შემოქმედი რომ აქ ხთენოდეთ. ჩვენ გადავიქცევით პატარა ბავშვებად, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით რომ სამყარო ერთგვარი ილუზორია, არ არსებობს დრო ამბობენ, არ არსებობს გაზომილებები, არსებობს მხოლოდ კეთილი და უარყოფითი ენერგიები. ჩვენ ვართ ნათელმხარესზე. ჩვენ ვართ სინათლის ნაპირზე. აბა ძალიან რომ მიყვარხართ, ხო გითხარით? აბა კარგად იყავით. ბედნიერ შობას ჩემო გოგონებო და ყმაწვილებო. დამეკავშირდით, მე მზადა ვარ უპასუხო თქვენ შეკითხვებს, გონურულ შეკითხვებს ოღონ. გადმოიღარა. პური არსობისა. მომეც მე. აბა